სტუდიაში უკვე იმყოფება ირაკლი ფავლენიშვილი, მასთან საუბრით დავიწყებთ დღევანდელ გადაცემას. ბატონო ირაკლი, საღამომშვიდობის მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მოკლედ, აი ეს გზავნილი, რომ ფუნქციონალური დემოკრატია მოითხოვს პოლიტიკურ ოპოზიციას საჭიროებს, რომელიც ურთიერთობს იმ სახელმწიფო ინსტიტუტებთან, იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს. როგორ გაიგეთ ეს გზავნილი? ანუ არის თუ არა ეს მოწოდება, რომ ქართული ოპოზიცია, საპარლამენტო ოპოზიცია, ზოგადად ოპოზიცია ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში, იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ინსტიტუტებში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მე ალბათ რა თქმა უნდა არ ვიქნები ხა ორიგინალური რომ თქვა რომ უფრო კარგად ალბათ ამერიკის პოზიციებს განმარტავს ყველაზე კარგად და ყველაზე სანდო წყარო არის ბატონი მარკო რუბიო და არც ერთი სხვა ოპოზიციონერი ფიგურა საქართველოში, მით უმეტეს არც იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც არიან სანქციონირებულები და რომელთან სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული. მარკო რუბიოს განცხადებაში რა ვიცი შეუძლიათ ყველამ ნახოს სოციალურ ქსელშიც, თქვენი დარწმუნებული ვარ საინფორმაციო საშუალებაშიც იქნებოდა ამაზე საუბარი გაშუქებული იქნებოდა და ძალიან მკაფიოდ არის ხო ნაჩვენები რომ კითხვის პასუხად რომ სწორედ რომ იმ წუხილებთან დაკავშირებით რომელიც თქვენ გაქვთო იყო დაკონკრეტებული რა თქმა უნდა ირანის, ჩინეთის და ამერიკის ასე ვთქვათ სხვა მეტოქეების და მოწინააღმდეგეების და ზოგ შემთხვევაში პირდაპირ მტრების სპეცსამსახურების კონკრეტული აქტივობა საქართველოში, მათი გავლენა საქართველოში, მათ შორის საუბარი იყო პოლიტიკურ დევნაზე და სხვათა შორის როცა კონტექსტთან ამოგლეჯილად მხოლოდ ერთი ფრაზის გამოყენება ხდებოდა თქვენ მიახსენებულ განცხადებაში, რომელიც ეხებოდა ფუნქციონალურ დემოკრატიას, იქ საუბარი იყო იმავე განცხადებაშიც მანამდე მათ შორის პარტიების აკრძალვაზეც და დაკავებებზეც. მე ამას უცბად გითხავთ ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას, იმიტომ რომ კონკრეტულ ნაბიჯებზეა საუბარი, რომლებიც ამიტომ ამბობ რომ კონტექსტთან ამოგლეჯილად, იმიტომ ამბობ რომ ეს არ გახლავთ რაღაც პროცესი, რომელიც შეგვიძლია თქვა ერთი ნაწილი ამოგვლიჯოთ და ეს ნაწილი მოაგვარებს პრობლემას. ჩვენ კარგად გვესმის და ალბათ მაგრამ თქვენ უბრალოდ გეკითხებით იმ ნაწილზე, რომელიც უშუალოდ თქვენ გეხებოდა და თქვენ იყავით მისი ერთ-ერთი მთავარი ადრესატი. არის თუ არა ეს მოწოდება, რომ ბოიკოტის გზას არ ემხრობა ამერიკის შეერთებული შტატები? არა, ბოიკოტს კი არა, ნახეთ, ამერიკის შეერთებული შტატები ამ შემთხვევაში ემხრობა კრიზისის განმუხტვას. კრიზისის განმუხტვისთვის მას რა თქმა უნდა მიაჩნია საჭიროდ ის ნაბიჯები, რომელზეც ვსაუბრობ, ამიტომაც ვამბობ, რომ კონტექსტთან ამოგლეჯილად ვერ ვისაუბრებთ მეთქი ამაზე ხა არც ამერიკაში არიან გულუბრყვილო ხალხი და დამერწმუნეთ ხა არც სახელმწიფო დეპარტამენტში არიან გულუბრყვილოები და არ ჯერათ რომ მხოლოდ ერთი ნაბიჯი თქვა აი პარლამენტში ჯერ ესეთი ხა როგორ შევიდეთ პროცედურულად, მაგრამ აი თეორიული შანსი არ არსებობს კი იმიტომ რომ მანდატები თეორიულადაც რომ დაუშვათ მეთქი რომ აი შევიდეთ მაგალითად პარლამენტში ხო ეს როგორ შეძლებს და ამ პრობლემას მოაგვარებს ხო როცა ამდენი პატიმარია, როცა დევნა მიმდინარეობს, რეპრესიები მიმდინარეობს, ეს ხო რეალისტური არ გახლავთ. ამიტომაც იმ განცხადებაშიც, მარკო რუბიოს განცხადებაშიც არის ძალიან მკაფიო. ხო, ვისაც არ უნდა რომ ის ნაწილი დაინახოს, გასაგებია ხო მათი პოზიცია რომ გადაახტება პარტიების აკრძალვას, გადაახტება იმ პრეტენზიებს, რასაც ჩვენ ვაყენებდით მთელი ამ თვეების მანძილზე და წლების მანძილზე, ხო? ანუ ის რაზეც არის საუბარი. მაშინ ასე დაგისვამ შეკითხვას, ხომ არ წავიკითხოთ მაშინ ეს განცხადება ის რომ ხელისუფლებამაც კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას და ასევე სანაცვლოდ რაღაც გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წავიდეს ოპოზიციაც. არა, რა თქმა უნდა, როცა საუბრობთ კონკრეტულ განცხადებაზე, მას ორი ადრესატი ყავს. არ შეიძლება რომ ხელისუფლება და ოპოზიცია. საზოგადოება არის, რა თქმა უნდა, ადრესატი, უბრალოდ მე იმას უსვამ ხაზს, რაც იყო მათ შორის მარკო რუბიოს პასუხში ნათლად ჩანდა, რომ არსებობს კონდიციები, რომელიც წაყენებული აქვს არა ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მარკო რუბიო საუბრობდა რომ ეს არა. მაგრამ იქვე მარკო რუბიომ აღნიშნა ბატონო ირაკლი რომ ჩვენ კი ხელისუფლებამ ჩვენ ვკითხა რა ნაბიჯები შეიძლება გადავთქვათ ურთიერთობის გასაუმჯობესებლად და ჩვენ მივუთითეთ მას გარკვეულ ნაბიჯებზეო. გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, რაც აჩენს ამ ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. აი ეს როგორ გავიგოთ მაშინ? ხო, ეს კონკრეტულად ახლა რა იგულისხმება მარკო რუბიოს მაგალითად ნამდვილად ვერ მივიცევ თავს იმის უფლებას რომ განმარტო რა ნაბიჯები იგულისხმა. მაგრამ ზოგადად არის ძალიან ნათელი და არ არის ამისთვის აუცილებელი არც პოლიტიკური ექსპერტობა და არც პოლიტიკოსობა იმას თუ რომ მიხვდეთ რას ნიშნავს ამერიკის მიერ წაყენებული პირობები, ხო? ძალიან მარტივად არის საქმე და მოდი ავხსნი, ხო? უფრო მარტივად რო ავხსნა და პირდაპირ ვილაპარაკოთ. ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს კონკრეტული ინტერესი რეგიონში. კავკასიაში აქვს კონკრეტული ინტერესი. მარკო რუბიოს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ეფექტური პოლიტიკის წყალობით მათ აქვთ უპრეცედენტოდ კარგი ურთიერთობა შუა აზიის ქვეყნებთან, უპრეცედენტოდ კარგი ურთიერთობა კავკასიის ქვეყნებთან. ჩვენი ქვეყანა იყო ლიდერი ყოველთვის და ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ რომ ნაციონალური მოძრაობის დროს მიხეილ სააკაშვილის დროს ამერიკასთან გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა და ყველა მიმართულებით ჰქონდა უპრეცედენტოდ კარგი ურთიერთობები. არ ვიცი, ყველა პრეზიდენტთან ჰქონდა პირადი მეგობრული ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილს, მათ შორის დონალდ ტრამპი იყო ჩამოსული. ამ ყველაფერს რატო ლაპარაკობ? ჩვენ დროს იყო ეს ძალიან კარგი ურთიერთობები, ხო? მე ვიცით რომ სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმდა. მე ვიცით რომ დასანქცია ადამიანი რომელიც მართავს. ხო, ადმინისტრაციას აკისრებს პასუხისმგებლობას და ხელისუფლება ამბობს რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში არის თქვათ გარკვეული პროგრესის ნიშნები ურთიერთობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ხო, უნდა ეს მოკლედ ორწიადებაში ვერ ავხსნეთ ამ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს.
არ არის აქ ადამიანებს დამერწმუნეთ რომ ყოფილიყო აბსოლუტურად მიუღებელი და წითელი ხაზი ყოფილიყო ივანიშვილის სანქცირება ან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება მოსვლისთანავე ხა ტრამპს ნამდვილად არ აქვს ეს რაღაც მორიდებული პოლიტიკოსი არ გახავთ არც მარკო რუბიო გახავთ მორიდებული პოლიტიკოსი ისინი ძალიან მალევე უახლოეს ასე ვთქვათ თვეების მანძილზე კი არა შეიძლება კვირების მანძილზეც აღედგინათ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან და მათ შორის მოეხდინათ სანქციების მოხსნა ივანიშვილისთვის ხო მაგრამ ეს რო არ მოხდა რას ნიშნავს რომ არსებობს ის პირობებს რომელზედაც საუბრობს მარკო რუბიო არის ის სიტუაცია რომელიც არის კრიზისი. რა პირობებია მაშინ თქვენ დაახტა აი აქ გადავდივართ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა თქვენს და ყველას აინტერესებს იმიტომ რომ ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ალბათ გასაგებია ხო 90-იან წლებში ალბათ შიმშილს გადაგვარჩინეს როცა ხორბლით დატვირთული გემები გამოაგზავნეს 2008 წელს მათ შორის სამხედრო აგრესიისგან რუსეთისგან ხსნის ერთ-ერთი საფუძველი და ინსტრუმენტი იყო ამერიკის ხარდაჭერა გარდა ქართული ჯარის რა პირველ რიგში ქართული ჯარის თავგაწირვისა და სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის გამძლეობისა და ქართული ხალხის გამძლეობისა და ეხა რაზე საუბრობთ ჩვენ ნახეთ ამერიკას როცა აქვს სტრატეგიული პარტნიორები და ხანდახან ბატონი კობახიძე და სხვა ოცნების პოლიტიკოსები საუბრობენ ხოლმე მაგალითად მოყავთ ხოლმე ისეთი პოლიტიკოსები და პოლიტიკური სისტემები რომლებიც ვერ დაიკვეხნიან დემოკრატიის მაღალი სტანდარტებით რომლებიც არიან ჩვენი მეზობელი ან თუნდაც რეგიონში ახლოს მდებარე ქვეყნები მაგრამ მათთან აქვს სტრატეგიული და კარგი ურთიერთობა ამერიკას აქ არის ორი მნიშვნელოვანი რამე ერთი რომ ჩვენ ევროპის ნაწილად დაგვიქმნებით და ლისაბონიდან თბილისამდე ევროპა ასე საუბრობენ და ჩვენ აბსოლუტურად სხვა მიდგომები აქვს ჩვენთან ამერიკასაც და ევროპასაც მეორე რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში უნდა იყოს სტაბილურობა და სტაბილურობა იმ ქვეყნებში იმიტომ არის რომ იმ ქვეყნების კულტურული სოციალური ნორმები უბრალოდ თავსებადია ავტორიტარიზმთან სამწუხაროდ ესე მოხდა ხო ჩემთვის სამწუხაროდ შეიძლება არც არის სამწუხაროდ რომ იმ ხალხს ესეთ სისტემაში უნდა ცხოვრება ეს მანულადაც ვერც ვიტყვი რომ რაღაც მომენტში შეიძლება სამწუხარო იყოს იმიტომ რომ როგორც უნდა ადამიანს ისე უნდა იცხოვრონ მე ვერ განუსაზღვრავს სხვას რომ მანდამეს დემოკრატიულად იცხოვრონ მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც 1918 წლებში არავინ არ აიძულებდა ჩვენ წინაპრებს ყოფილიყო დემოკრატია ყოფილიყო ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები ყოფილიყვნენ პარლამენტში და ეხლაც ჩვენ როცა დემოკრატია ავირჩიეთ და სტაბილურობა მიიღწევა ქვეყანაში იმ შემთხვევაში თუ დემოკრატიის რა გითხრათ ბატონო ირაკლი მაშინ აქ ჩამოსულმა დელეგაციამ უბრალოდ ზუსტად ორი წუთი უნდა მასალოთ მეტი ნამდვილად არ მჭირდება და დემოკრატიის მინიმალური სტანდარტი არის საჭირო ამ ქვეყანაში სხვა შემთხვევაში იმიტომ რომ იმ ქვეყანაში არც 100,000-ობით ადამიანი გამოდის ქუჩებში სხვა ქვეყნებში არ გამოდის ქუჩებში არც არასოთა ორგანიზაციები არის ამდენი არც ოპოზიციური პარტიები არის ამდენი არც ოპოზიციური პარტიებს ყავთ ამდენი მხარდამჭერი არც მართველი ეგრეთ წოდებული გუნდის ხარდაჭერა ასეთი მინიმალური და სხვათა შორის მათ შორის ხალხის დაკვეთა არის სამოქალაქო პოლიტიკური უფლებებით უზრუნველყოფა და ქუჩაში რო დგახარ მაგის გამო 5,000 ლარი კი არ უნდა ჯარიმდებოდა და გაყადაღებდნენ და მაგალითად არ ვიცი ხა ზურამეთ ეშაშუი 61 წლის კაცი ქუჩაში დგომის გამო ერთი წელი ციხეში კი არ უნდა იყოს ეს ყველაფერი არის ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და თუ ეს არ იქნება ქართულ საზოგადოებაში ვერასოდეს ვერ იქნება სტაბილურობა თქვენ მიმართ რა რჩება და რეკომენდაცია ჰქონდათ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს როცა შეხვდით ნახეთ ჯერჯერობით ეს შეხვედრა იყო ასე ვთქვათ გაეცნენ ჩვენს პოზიციებს არანაირი ხა შენიშვნები ჩვენ მიმართ არ ყოფილა არანაირი მოთხოვნები ჩვენ ბოიკოტის გზა მოიწონეს არჩევნებზე არც მოწონებაზე და არ მოწონებაზე არ არის ამ თემაზე ესეთი საუბარი რომ აი თქვათ ეს არის მიუღებელი ჩვენთვის ან ესეთ რამ არ ყოფილა უბრალოდ მაშინ რატომ ამბობს ლელო ურმა ლიდერმა თქვა იგივე გრიგოლ გეგელიამ ასევე სალომე სამადაშვილიც გავრცელა განცხადება როგორ დააზიანა პროტესტი უშუალოდ ბოიკოტმა გრიგოლ გეგელიამ პირდაპირ თქვა რომ ამერიკა იმედგაცრუებული არის ბოიკოტის გზითო და გზავნილიც მან აღიქვა როგორც ოპოზიციისკენ მოწოდება პოლიტიკურ პროცესებში და პოლიტიკურ ინსტიტუტებში ჩართვის შესახებ. სამწუხაროდ ეს ახლა პოლიტიკაში ხშირად ხდება, როცა კონკრეტული განცხადების ახმა ხდება ხოლმე საკუთარ პრიზმაში, საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ლელოს მათ შორის აქვს პარტიული პოზიცია, რომლის მიხედვითაც სურს ხოლმე გამოირჩეს სხვა ოპოზიციისგან, ხო? და ის ამას ეძახიან რაღაც პრაგმატულ პოლიტიკას, ზომიერ პოლიტიკას, რომ თურმე ბოიკოტს აზრი არ აქვს და ბოიკოტს ეძახიან რას? რომ პარლამენტში არჩევნები გაყალბდა და მე არ ვიცი ხო მე პოლიტიკოსი ვარ რომელიც ამირჩია იმ ხალხმა რომელთვისაც ღალატის ტოლფასი იქნებოდა პარლამენტში შესვლა მე ანგარიშვალდებული ნამდვილად არც ვაშინგტონთან არ ვარ არც ბრიუსელთან არ ვარ მე ვარ იმ ხალხთან ანგარიშვალდებული კრიმინალური ავტორიტეტების ზემოქმედების გავლა რო უწევს საზღვერებს რო ლახავენ მათ ოჯახის წევრებს სოციალურ დახმარებებს რო უხსნიან მათ ოჯახის წევრებს პასპორტებს რო ართმევენ მათ ოჯახის წევრებს სამსახურიდან გაგდებით რო ემუქრებიან მე საჯარო სამსახურიდან ყველა განსხვავებულად აზრი რომ მოაზროვნე ადამიანი რო გააგდეს ის ხალხი მოვიდა და ხმა მოგცა მათ შორის მეც მომცა ხმა როგორც ის მეათე ნომერს ხო რომელიც პარლამენტში უნდა ყოფილიყო ხო იდეაში მაგრამ ვერ შევიდოდი ფიზიკურად მართლა გეუბნებით ეგ ვაშინგტონზე და გრიგოლ გეგელიაზე და არ ვიცი ნებისმიერ სხვა ადამიანზე და ოცნებაზე კი არ არის ვერ შევიდოდი ფიზიკურად ადამიანებმა საკუთარი სიცოცხლე და ჯანმრთელობა გაწირეს რომ ხმა მოეცა ჩვენთვის იმიტომ რომ არიან თევნის ქვეშ არა და მათთვის იყო ღალატი პირდაპირ გეუბნებით შეგვიძლია თქვენი ელექტორატის დაკვეთა იყო რომ თქვენ მანდატებს უარი გეთქვათ ხო რა თქმა უნდა ჩვენი კორესპონდენტი შეგვიძლია გავიყოლო ნებისმიერ რეგიონში ჩვენ ამორჩეულთა შეხვედრაზე და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ მათი მინიმუმ 90% მეტიც რა თქმა უნდა იტყვის რომ ეს იქნებოდა მათთვის ღალატი სულში ჩაფურთხება და
ამას რატო ამბობ? მეც არ მინდოდა მაგის თქვა მინდა. მეც ვერ შევიდოდი, მაგრამ შემოწ ვიცოდ რომ გაყალბებული არჩევნების შედეგი იყო. მით უმეტეს იმის მერე რაც კონსტიტუცია თავზე დაგვახიეს და ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს. მე ხო ყველა კარგად ხვდებით რომ ირაკლი ყობახიძემ შეება გამიზნულოდაც არ ვიცი ეს ხო ჩახერგა ეს გზა ხო, როდესაც უკვე ევროპული ინტეგრაციის კურსით შეაჩერა და ასეულობით ადამიანი რო აწამა. ეს ხო კარგად გასაგებია რომ მას რო დომო და კონსტრუქციული რაიმის გაკეთება ან მის გუნდის წევრებს ესეთ რამს არ იზამნენ. ხო კარგად ვიცით ეხლა ნაუცი ცეცხლის დასხმა იყო ეხლა რა თუნდა ამას ლაპარაკი, ისედაც გართულებული ურთიერთობა იყო, რუსული კანონი იყო მიღებული, ისედაც იყო ეს პრობლემები ამ საპარლამენტო ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით და კიდევ ზევიდან ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩერეს და კიდევ ზევიდან ასეულობით ადამიანი აწამეს და თქვენი კოლეგა ჟურნალისტები შუა ქუჩაში სიკვდილამდე მიიყვანეს და ხო კარგად გვესმოდა რომ მათ არ სურდათ ეს კონსტრუქციული პროცესი. ამიტომაც პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე არის პირველ რიგში ოცნება ივანიშვილი, თორე ეხლა მე მაგალითად როგორ რაღაცა იცით ხო მაგრამ მაშინ აი მოკლედ რომ მითხრათ სპორტსმენს რო არ უნდოდეს, აი მაგალითად სოფლიო ჩემპიონატი ხო მოგვიახლოვდა, რო არ უნდოდეს ფეხბურთელს სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. იგივეა მე რომ მეკითხებით არჩევნები ან პარლამენტი ან საკრებულო ან ამე თუ რა თქმა უნდა პოლიტიკოსი ვარ და პოლიტიკაში ყოფნა ესე იგი რას ნიშნავს რომ არა რატომ იყო ასეთი ჩანაწერი მაშინ განცხადებაში ფუნქციონალურ დემოკრატიაზე და ოპოზიციის საჭიროებაზე და ოპოზიციის ვალდებულება აი მაშინ რა დიახ რატო ჩანაწერი რატო არის გეტყვით იმიტომ რომ თვითონ ამერიკის მიზანია რომ ამ ქვეყანაში დაბრუნდეს აი ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, სტაბილური პოლიტიკური ცხოვრება, რასაც მე თქვენ გესაუბრებით, რომ როგორ შეიძლება მე არ მინდოდეს მეთქი ეს რაღაც ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, რეფორმების გატარება, კანონპროექტების წარდგენა, საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღება. აი ეს რო დაბრუნდეს, ეს უნდა ამერიკას და რა თქმა უნდა ამ გზაზე კარგად ხვდებიან ჩვენგანაც კარგად იციან რომ თუ პოლიტიკური პატიმრები არ იქნებიან ამ ქვეყანაში, თუ რეპრესიული კანონმდებლობა არ იქნება და თუ ადამიანების წამებაზე ხალხი პასუხისმგებელი იქნება, ჩვენ ახლა რაღაც იდეური ბოიკოტი არასწორი ტერმინია. უბრალოდ ჩვენ იდეური ხალხი კი არ ვართ რომ პოლიტიკაზე უარეს მოგვიყვება. პოლიტიკაში იმიტომ ვართ რომ პოლიტიკა ვაკეთოთ. გასაგებია, ბატონო, მაგრამ ოპოზიციაში არსებული ვითარება და სიტუაცია როგორ აისახება მაშინ თქვენ სამოქმედო გეგმაზე, ზოგადად პროტესტზე, იმიტომ რომ ბოლო ორი თვეა რაც შეიქმნა ოპოზიციური ალიანსის 9 პოლიტიკური ძალისგან თვალს ვადევნებთ ჯერ ურთიერთ თავდასხმებს, შემდეგ ბრალდებები იყო და ახლა სრულად ურთიერთობის ახალი ეტაპი და ფაზა დაიწყო უშუალოდ თქვენ პატიმრობაში მყოფ ლიდერს მიხეილ სააკაშვილსა და პარტია ახალის ლიდერ ნიკა მელიაშორის, რომელიც იყო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, არც თუ ისე შორეულ წარსულში, ხო? როგორ აისახება მათ, იმიტომ რომ ძალიან მძიმე ბრალდებებს უყენებენ ერთმანეთის, ამბობს რომ თქვა მელია, თქვა დაშალა მისი მხარდამჭერი აქცია, მელია საკმაოდ მძიმე ბრალდებებს აუყენა მიხეილ სააკაშვილს და ამ ბრალდებებზე კითხავთ აუცილებლად. ეს არ გაზიანებთ თქვენ? ზოგადად რა თქმა უნდა, ჯობია რომ ასეთ პროცესებს როცა ვაკომენტარებ, რა თქმა უნდა, ჯობს რომ საერთოდ არ მიწევდეს ამაზე კომენტარებს კეთება, მაშინ როცა ივანიშვილის რეჟიმია მთავარი საფრთხე და ამერიკის შეერთებული შტატების განცხადება იქნება თუ არა ნებისმიერი ან რა თქმა უნდა ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმ ქვეყანაში, ჩემთვის ეხა დე-ფაქტოა თუ არა დე-ფაქტოა, თავარი დამნაშავე ხო რა თქმა უნდა ხელისუფლება მას აქვს ბერკეტები. ოპოზიციაში ასთა განსხვავებულობა ეს ეხა ხო მაგრამ ასთა განსხვავებულებაზე ხომ არ ვსაუბრობთ, ბატონო ერკლე, როდესაც უმძიმეს ბრალდებებს უყენებს ორი პოლიტიკური ძალის ორი ლიდერი ერთმანეთს. საზოგადოებას, თქვენს ელექტორატს, აი რო თუნდაც თქვათ მერყევა მომრჩეველს, როგორ უნდა ჰქონდეს რწმენა, რომ თქვენს შიგნით არის ერთიანობა, ალიანსის შიგნით, იდეოლოგიაზე ფუნდამენტური ღირებულებების გაშრობა, როდესაც ერთი მეორეს ადანაშაულებს ღალატში. დიახ, ჩვენი ალიანსი არის ორიენტირებული ერთ ძალიან მარტივ პრინციპზე, რომ კრიზისიდან გამოვიდეთ და კრიზისიდან გამოსვლაში, იმიტომ თანამშრომლობთ, ну ყველა თანხმდებით, რომ ხელისუფლება არის უზურპატორების ხელში, რომ ქვეყანაში საჭირო არის თავისუფალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და თანხმდებით თუნდაც იმ საარჩევნო ცვლილებებზე, რომელიც უნდა გახორციელდეს, რომ არჩევნები უნდა იყოს თავისუფალ გარემოში ჩატარება და ამაზე როგორ შეგიძლიათ, როგორ უნდა დაარწმუნოთ ელექტორატს, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ მიზნების მიღწევა, ამ ამოცანების განხორციელება და შესრულება, როცა თქვენი ალიანსის შიგნით არსებული კრიზისის გადაჭრა ვერ ხერხდება მესამე თვეა და ვისმენთ ურთიერთბრალდებს. ჩვენ არ გახლავართ ერთი პოლიტიკური ერთიანობის დემონსტრირების ნაცვლად. მესმის თქვენი კითხვა, ჩვენ რო ვიყოთ ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იქნებოდა. ხო, მაგრამ ერთი ალიანსი ხართ. არა, ალიანსი ვართ ძალიან მარტივი ტაქტიკური მიზნიდან გამომდინარე, ხო? მაგალითად 26 მაისის აქციას ისედაც ყველა უნდა გავსულიყო და ჯობდა ერთად ხონოდა ურთიერთობა და დაგვიგეგმა ეს აქცია, ვიდრე ყოფილიყავით ცალ-ცალკე. მაგალითად საარჩევნო მოჩვენებით ხომ არ არის ეს ერთობა ამ ასეთი ურთიერთბრალდებების ფონზე? კი ბატონო, მესმის თქვენი შეკითხვის არსი, მაგრამ ნახეთ განმარტავ. თქვენი შეკითხვა ბევრად უფრო ასე ვთქვათ დავეთანხმებოდი თქვენს შეკითხვას ათოს თქვენი შეკითხვის იმ შემთხვევაში ჩვენ რო ვიყოთ ერთი პოლიტიკური ძალა არ ვართ ერთი პოლიტიკური ძალა არჩევნებში ქართულმა ხალხმა უნდა განსაზღვროს რომელს უფრო უჭერთ ხარს ეს განსხვავებები არსებობს ზედაპირზე არ ვაპირებთ რომ ეს განსხვავებები დავუმალოთ როცა დემოკრატიული არჩევნები ჩატარდება რისთვისაც ვიბრძვით და რის გარშემოც ვერთიანდებით მე უნდა გაირკვეს ვის მხარეს არის სიმართლე და ვის უფრო მეტად ვისი უფრო ჯერა ქართულ ხალხს
თორე მიზეზი ჩვენი ალიანსის არის ძალიან მარტივი. საპროტესტო აქციების ერთად დაორგანიზება, საგარეო პარტნიორებთან შეხვედრებზე ერთად, ასე ვთქვათ, კონსენსუსის მიღწევა თუ არა, ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკებები იმაზე, რომ საერთო მაინც მეტად გზავნილები გქონდეს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაინიშნოს ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები და პატიმრები განთავისუფლდეს. აი ტაქტიკური მიზანი არის ჩვენი ალიანსის. ეს ალიანსი არ გახავთ ერთი პოლიტიკური ორგანიზმი. გზა, რომელიც ალიანსმა აირჩია, აი ამ მიზნების მისაღწევად, იწვევს შიდა უთანხმოებას ალიანსში. თქვენი პარტია მაგალითად მომხრე არის თქვენი ლიდერი უფრო რადიკალური მოქმედებებს. მიხეილ სააკაშვილმა დაიწუნა 26 მაისის შემდეგ გაჟღერებული სამოქმედო გეგმა და თქვა, რომ მას უკმარისობის განცდა დარჩა. ის ეძებს რევოლუციურ დაჯავშნულ მანქანას და მის ინჟინრებს. ალიანსის ცალკეულმა ლიდერებმა მიუთითეს, რომ ისინი არ არიან ასეთი ინჟინრები. ანუ სამოქმედო გეგმის და სტრატეგიის გარშემო არის არათუ აზრთა სხვადასხვა, მკაფიო უთანხმოება, რაც არის თვალში საცემი. აქედან გამომდინარე, თქვენმა ელექტორატმა აი როგორ უნდა ირწმუნოს, რომ თქვენ ხართ ერთიანი სამოქმედო სტრატეგიის გარშემო, როცა ეს სტრატეგია და გეგმა იწვევს კონფლიქტს. არა, სამოქმედო გეგმაზე შეიძლება იყოს არცთარა სხვადასხვაობა, მაგრამ ის რომ საპროტესტო აქციები უნდა იყოს მასშტაბური და მსხვილი, ამაზე არის თანხმობა. ის რომ წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს არის თანხმობა, საარჩევნო გარემო როგორ უნდა შეიცვალოს, ამაზე არის თანხმობა და ეს არის სრულად საკმარისი ამ ეტაპზე. ხა არ ვიცი, ხა ოცნების მხრიდან კეთდება ხოლმე ამაზე აქცენტი და მართლა სასაცილო გახლავთ. კაცი დაიჭირეს გიორგი უძილაური, რომელიც იყო დამფუძნებელ მამათა შორის ერთ-ერთი, თავისი მისივე განცხადებით, იმიტომ რომ 20 კაცი ვიყავით და დამფუძნებლები ერთ-ერთი მე ვიყავიო და ერთი ბატონი გიაბოლსკიაო შემორჩენილიო. მე ამ ადამიანმა ბიზნესმენმა საკუთარი მარჯვენა ხელი პოლიტიკური ირაკლი ღარიბაშვილი ყველაზე მეტად დაახლოებული პირად რო იყო აქმული არის, ვიცით რომ პატიმრობაში, გრიგოლ ლულაშვილი ალბათ ყველაზე სანდოპირი გარემოცვის ერთ-ერთი ასევე პატიმრობაში და ეს ხალხი გვეუბნება თქვენში ვარიო განხეთქილებაო. ხა არ ვიცი ხა მართლა უცნაურია ხალხი, არაადეკვატურობა გახდა. ამოგონილი თემა არ არის და ხელოვნურად ოცნება, როცა ამაზე აქ თქვენზე არ ვსაუბრობ, ივანიშვილის ოცნება, რომელიც ამაზე აკეთებს ხოლმე აქცენტს, არის უბრალოდ ტრაგიკომიკური. ხალხმა ერთმანეთი დაჭამეს, დაიჭირეს, დაწყებული, არ ვიცი, იმის რა ქვია, სოციალური გვერდების ადმინებით და პიარში, ეგრეთ წოდებული პიარშიგებით დამთავრებული პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის მინისტრები ერთმანეთი დაჭამეს, დაიჭირეს და ჩვენზე ამობენ თქვენთანო ისეთი განხეთქილებაო, თქვენ როგორ გინათ ხელს და აქ ამ დროს რა ხდება აქეთ ხარეს, რომ ერთმანეთთან მიმართებაში არსებობს რაღაც განსხვავებები ტაქტიკური ხედავთ ბატონო ირაკლი, აი ამ დაპირისპირების გაღრმავებასა და გამწვავებაში მიხეილ სააკაშვილის თქვენი ლიდერის პასუხისმგებლობას, იმიტომ რომ როდესაც ალიანსი შედგა და ეთიკის დოკუმენტის პუნქტებზე მოხდა ხელმოწერა, შეთანხმდით, რომ იქნებოდა ურთიერთთავდაუსხმელობა, ყველა იქნებოდა თანასწორი და ამ თანასწორობას პატივისცემდი, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და დაუდო სათავე მისმა განცხადებებმა ამ დაპირისპირებას, როდესაც მან დაიწყო საჯარო კრიტიკა ალიანსის მიერ გახმოვანებული სამოქმედო გეგმის, რის გამოც არაერთხელ მოუწოდეს მას, რომ ამ ეთიკის დოკუმენტის პუნქტებისთვის ეცა პატივი. ეს ინტერპრეტაცია გახავთ არასწორი, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილი უბრალოდ თავის საქმიან შენიშვნებს და აზრებს აქვეყნებდა Facebook-ზე, კაცი არის 5 წელი პატიმრობაში და როგორმე მას აქვს უფლება, რომ თუ განსხვავებული აზრი ექნა დააფიქსიროს და მით უმეტეს უბრალოდ არ აკვირდება ხალხს. ეს ნახეთ როგორ რაღაცა არის, აი მაგალითად ნაცვალ მოძრაობა არესტრებოდა გასული შეხვედრას რომელიღაც რეგიონში. აი ნაცვალ მოძრაობა მეორე დღეს მეკითხებოდნენ მათ შორის თქვენი და სხვა არქის ჟურნალისტები, რომ ანუ აღარ ხართ ალიანსში. რა თქმა უნდა, ცრატო იყო, რადგან თქვენ მაინც რაღაცნაირად დისტანცირდით, ამიტომ ჩდებოდა ამ დროს სხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი არ იქნებოდა შეხვედრაზე, მაგალითად იყო რომ სადაც დავარიგეთ, ახლა არ დავასახელებ, დავარიგეთ მათ შორის ბუკლეტები, ერთი პოლიტიკური პარტია არავის არ მოაფიქრდა იმ პარტიისთვის ეკითხა, იმ დავაკვირდე სპეციალურად ან იმ დღეს ან მეორე დღეს, რატომ არ იყავი ამ შეხვედრაზე. მაგრამ თქვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია ხართ. მიხეილ სააკაშვილის კონკრეტული განცხადებები, ამიტომაც არის რომ ყველას თვალში ხვდება, თორე დამერწმუნეთ, ახლა აღარ მინდა რა გახსენება, თორე მიხეილ სააკაშვილი სანამ ამას დაწერდა, მანამდე მუდმივად იყო ხოლმე წარსულზე საუბარი. და იყო ხოლმე პირდაპირ დადანაშაულებული ხოლმე ნაცვალ მოძრაობა კონკრეტულ ხვედრებში სხვა თუნდაც ალიანსის წევრი პოლიტიკოსების და პარტიების მიერ ხოლმე ამაზე უბრალოდ რა არის ისეთ ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად სხვა მიდგომები ყველაფერს ვაკეთებთ ერთიანობისთვის ანუ ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმას არ გაუტარებთ არავის და ეხლა ვინც არ აქვს კახაბერსა მას ვერ ვიტყვით კახაბერად ეხლა როცა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მასშტაბი და დონე არ გაქვს და როცა მას თავს უტოვლებ და მით უმეტეს ეს არ გამოგდის მე გულისხმობ სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ალიანსში მყოფ პოლიტიკურ ძალებს ყველა იმ პოლიტიკურ ლიდერებს გულისხმობ ერთ ადამიანს ნამდვილად არ გულისხმობ იმ პოლიტიკურ ლიდერებს გულისხმობ რომლებსაც სურთ ხოლმე იმის თქმა რომ თითქოს და აი სააკაშვილი არის წარსული რომ სააკაშვილი რაღაც ლაპარაკობს რომ სააკაშვილს ჯობია რომ გაჩუმდეს რომ მას იმდენი შეცდომა აქვს და ეს ხალხი უბრალოდ საუბრობს ყველაზე წარმატებულ პოლიტიკოსზე ბოლო აწლეულების მანძილზე საქართველოში ხო ანუ ყველაზე წარმატებულზე იმიტომ რომ მის დროს იყო ყველაზე დიდი ეკონომიკური წარმატებები რაში გამოიხატა არ გახსოვთ რაში გამოიხატა მისი წარმატებები?
ანუ ქვეყანაში გადასახადები რო ვერ იკრიფებოდა და 20% რო ვერ იკრიფებოდა გადასახადებს არ გახსოვთ ან გახსოვს ძალიან მძიმე საქმეები და პენსიები რო გაყინული იყო და რო ეს პენსიები რო არ გაიცემოდა ეგ არ გახსოვთ ანუ კრიმინალი რო მართავდა ქუჩას და ადამიანები რო ვერაბარებდნენ უნივერსიტეტში ეგ არ გახსოვთ და ეროვნული გამოცდები რო შემოვიდა გაიშტიკების მაგრამ რო პოლიცია ვიხილო ძალიან მძიმე დარღვევები და ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ამის თქმა რომ რა წარმატება იყოს კაცმა არ ვიცი ბიუჯეტი არ არსებობდა ფაქტობრივად ამდენი მილიარდი გახადა ბიუჯეტი და პენსიები გაყინული იყო და პენსიებს იღებდა ხალხი და 12% ეკონომიკური დადაფიქსი და ერთ კონკრეტულ წელს და ქვეყანას რომელსაც 2003 წელს ნახავდი და მე 2005 წელს რო ნახავდი ან 7 წელს რო ნახავდი იტყოდი რა წინსვლა არის და რა წარმატება აქვს. კარგით ახლა მართლა სოფლიო ბანკის ლიდერი ვიყავით რეფორმებში ეს გასაგებია ოცნების პროპაგანდა რომ თითქოს და სისხლიანი წელი იყო დაუგვანგრე ქვეყანა რა ქვეყანა დაანგრია ეკონომიკა რო არ ქონდა გადასახადები რო ვერ იკრიფებოდა ხალხს რომ რა ქვია შიშეს შენობებიდან აგდებდნენ მართლა ისტორიულ ცნობიერება ხოლმე წავიშალოთ ხო მაგრამ ანუ ეს წარმატება არ იყო და წინსვლა არ იყო რას მელაპარაკებით ახლა მართლა ეს იყო ყველაზე წარმატებული პერიოდი ცალსახად შეცდომები როგორ არ იქნებოდა თქვენ გონიათ რომ ვიღაცას წმინდანი გონია მიხეილ სააკაშვილი ან მისი პოლიტიკური ძალა თუნდაც მის ხარდაჭერებს ან მის წევრებს რა თქმა უნდა იყო შეცდომები იყო შეცდომებად ფასდება ის უმძიმესი ვთქვათ საქმეები რომლებსაც თუნდაც ჩვენ ვისმენდით დანაშაულს გულისხმობთ დანაშაული ნახეთ როგორ რაღაც არის ადამიანის უფლებები გივეთ ციხეებში არსებული ვითარება ადამიანის უფლებების მდგომარეობა ძალიან ცნობილი პოლიტიკოსის ფრაზას გამოვიშველებდი დანაშაულზე უარესი შეცდომებიაო დანაშაულის ყველა ხელისუფლების დროს ხდება და შეცდომების ყველა ხელისუფლების დროს ხდება მაგრამ ყველაფერი არის შედარებითი ყველამ კარგად იცის რა შეცდომები იყო მიხეილ სააკაშვილის დროს ყველამ კარგად იცის კონკრეტულმა შეიძლება ადამიანებმა რა შეიძლება დანაშაული ჩაიდინეს მაგრამ ის რომ წარმატება არ იყო ის რომ ქვეყანა არ ვიცი ხა ამხელა პროგრესი განიცადა ეს ეხა უბრალოდ არ ვიცი თვალები არ უნდა ქონდეს და ობიექტურობა საერთოდ არ უნდა ქონდეს რომ ამას ვერ აფასებდე და მით უმეტეს როცა ყავს ოცნება რომელმაც არ ვიცი ხა ამერიკასაც სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა ევროპული ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა რომელმაც ეკონომიკური თვალსაზრისით ზრდა ეხა თუ იმეს გონია რომ იგივე ტემპებით იზრდება ქართული ეკონომიკა რა ტემპებითაც იზრდებოდა იმ 9 წლის მანძილზე გადახედოს უბრალოდ სტატისტიკას და ისტორიას და ამიტომაც ვიძახი რომ რა თქმა უნდა ძალიან წარმატებული პერიოდი იყო რა თქმა უნდა სწორი მიმართულებები იყო შეცდომები რას დაუშვით ის გადააზრებულია და ამ შეცდომებს აღარ გავიმეორებთ. რა თქმა უნდა, მომავალში ეს შეცდომები უნდა გავითვალისწინოთ, რომ უნდა დააბალანსო უფრო ძალაუფლება, მათ შორის სხვა კონკრეტულ პრობლემებზე, რომელზეც თუ ესაუბრეთ, ეს პრობლემები რო აღარ განმეორდეს, მაგრამ იმის თქმა, რომ ხა ეს თურმე წარუმატებელი პერიოდი იყო და აი კარგით რაზეა საუბარი. მაგრამ ბატონო ირაკლი, ნახეთ ერთ-ერთი ბოლო შეკითხვა მექნება თქვენ, ერთ-ერთი მთავარი ბრალდება რაც წაუყენა ყოფილმა თანაგუნდელმა ამ შემთხვევაში ნიკა მელიას გულისხმობ, რომელიც შემდგომ გადააყენეს ის პარტიიდან, და ახალი თავმჯდომარე აირჩიეს ნაციონალურ მოძრაობაში დღეს ამბობს რომ ძალიან ბევრი რეალური ფაქტი გახდება და ბევრი დეტალი გახდება მალე საზოგადოებისთვის ცნობილი. და ნიკა მელიას პოზიცია რომ მასზე თავდასხმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან განპირობებულია კონკრეტული ფაქტორებით და ის ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილი 2021-22 წლის განმავლობაში ხელისუფლებასთან გარიგებაში იყო და თქვა გათავისუფლების და უცხოეთში გადაყვანის სანაცვლოდ და სწორედ ამ გარიგების კონკრეტული ისტორიის და კონკრეტული ეპიზოდის გადაფარვის მიზნით ის თავს ესხმის ახლა ყოფილ თანაგუნდელს ნიკა მელიას სახით. ანუ როგორ პასუხობთ მაშინ თქვენ ასეთ მძიმე ბრალდებას? ხო, აი ესე რა, ჯერ ერთი საკმაოდ სენსიტიური თემა, იმიტომ რომ ეს კაცი პატიმრობაში იმყოფება, ბატონ მელიას გულისხმობ და ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა ამ ყველაფრის თქმა, რომ არ იყოს პატიმრობაში, ხო, მაგრამ მართლა მახსენდება ხოლმე ასეთ თავდასხმებზე ქართული ლექსი აგიეშუსა ნიკასო, არ ყვარებია პიკასო, გადარეულა პიკასო, რა დაუშავე ნიკასო. იმიტომ რომ ამ ადამიანებს უბრალოდ რატო აქვთ ეს დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ? მართლა ვერ ხვდები, ხუცმულად ვერ ხვდები, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს არასდროს არ ქონდა თავდასხმა მათზე. რაღაც პოზიციები ქონდა, რაც მათ პოზიციებს არ ეთანხმებოდა. ამის შემდგომ აგორებული არის ხოლმე სიძულვილის კამპანიები. თქვა რომ მელია მისი მხარდასაჭერი აქცია დაშალა. იყო თავდასხმებიც. არა, ხო, მაგრამ ეს ხო არ უბრალოდ მისი პოზიცია აქვს ამ რამ შეურაცხყოფელი. თქვენც ასე არა, ხო და ანუ აი რა, საერთოდ არ მინდა ამ დეტალებში შესვლა. უბრალოდ მე რას ვამბობ, თქვენ ბრალდებები რო გააჟღერეთ. არანაირი ფაქტობრივი მასალაზე ხო არ ეფუძნება, ხო, უბრალოდ არის სიძულვილის დემონსტრირება სამწუხაროდ და ძალიან ესეთი უხეში ბრალდებების გაჟღერება რაც ყველა შეუძლია. ფაქტები იცის და გააჟღერებს. ეს ფაქტები ხა 6 წელია ფაქტები არის და ესე იძახის ყოველ მეორე ხო იცით რა რამდენი ხანია გაგვიგია რომ აი ხა ფაქტებს და ეს ფაქტები არიდება საბოლოო ჯამში და ამიტომაც ვიძახი რომ მიხეილ სააკაშვილს
დამერწმუნდეთ, საერთოდ არ გააჩნია ინტერესი კონკრეტული პერსონების, პოლიტიკური პერსონების მიმართ. ნამდვილად არ გააჩნია, სხვა მასშტაბის პოლიტიკოსია, ამით მე იმიტომ კი არ ვამბობ, რომ შეიძლება მასშტაბის პოლიტიკოსი იყო და კამერიასაც აქვს პრეტენზია ის ამბობს, რომ 21-22 წლებში და კონკრეტული გამოკითხვის შედეგებიც მოიყვანა პარტიის ელექტორატის თითქმის ნახევარი იყო მისი პირადად მისი ამომრჩეველი. 48%. არ ვიცი, პატიმრობაში კაცი არ მინდა რომ ამდენი ვილაპარაკო, ეხლა ეს ხალხმა გასაჯოს, ეხლა რამდენად მართებული არის მისი ეს აღქმა მის ამ პოპულარობასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პარტიაში. ხა თვითონ ის არჩევნებიც ხო წააგო ადამიანმა ლევან ხაბეიშვილთან და იმიტომ კი რომ ლევან ხაბეიშვილი ერთ-ერთი მოწინავე პოლიტიკოსია, ჩემი აზრით ყველაზე აქტიური და ყველაზე ძლიერი პოლიტიკოსია, არ მიწყინავს ხმა ბოლო წლების მანძილზე ქართულ ოპოზიციურ სპექტრში, მაგრამ უბრალოდ ისე ვიძახი რომ ან თვითონ მიხეილ სააკაშვილთან კი არა, მათ შორის ლევან ხაბეიშვილთანაც აქვს აგებული არჩევნები 2022 წელი ახსენეთ და 22-ში თუ 23-ში ხო და ამიტომაც ხა თვითონ არჩევნები არის პასუხი მის ამ ასე ვთქვათ და ბოლოს კითხავთ მართლა ფაქტი არის პასუხი მის ამ ასე ვთქვათ ვერსიაზე. და ბოლოს კითხავთ 2026 მაისის აქციის შემდეგ, ანუ სამოქმედო გეგმა რომელიც გაჟღერდა. რადგან ნაციონალური მოძრაობის პატიმრობაში მყოფ ლიდერს აქვს გასხვავებული მოსაზრება და უკმარისობის განცდა დარჩა, ანუ რა სამოქმედო სტრატეგიით აგრძელებს ნაციონალური მოძრაობა დასახული მიზნებისთვის? ხო, ნაციონალურ მოძრაობას აქვს ძალიან მარტივი სტრატეგია. ჩვენთვის არის მკვეთრად გავლებული ხაზი. თუ პოლიტიკური ყველა პატიმარი არ გათავისუფლდა ამ ქვეყანაში, რაზეც არის ხოლმე საუბარი, რომ აი ოპოზიციამ რაღაც უნდა ქნას. ოპოზიცია ვერაფერს ვერ იცავს. ნახეთ, ლევან იქამდე სანამ ეს არ მოხდება, ეს წითელი ხაზები, რაც გადალახულია, რაზეც საუბრობთ, ხო? თუ ჩემი პარტიის დაფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, თუ ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი ნადირაძე, სხვათა შორის ზვიად კუპრავა, ჩვენი საკრებულოს წევრი და ბევრი სხვა აქტივისტიც მათ შორის, ხო, არის ციხეში. ეხლა რომელ არჩევნებზე უნდა ვილაპარაკოთ? ეხლა თუ ფეხბურთში, ეხლა ნახევარი გუნდი რომ დაიჭირო და იმ ნახევარს რომ მოუგო ფეხბურთი, ეხლა ხო სამართალი და თანასწორობა ხო არ არის? ეს ერთი ელემენტარული რამე არის გასაკეთებელი, ამისთვის ჩვენ ვაპირებთ რომ საპროტესტო აქციები გავაგრძელოთ, მათ შორის უახლოეს მომავალში ეხლა არის სიმბოლური თარიღები, 20 ივნისი მოდის, ბევრი მნიშვნელოვანი თარიღი იქნება, ჩვენ აუცილებლად ვაპირებთ ქუჩაში ყოფნას, საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მიღებას, მათ შორის რა თქმა უნდა საერთაშორისო პარტნიორებთანაც ურთიერთობასაც და ყველაფერს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ივანიშვილის რეჟიმი იძულებული იქნას, რომ ყველა პატიმარი გამოუშვას და ჩატარდეს ამ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები. სხვანაირად ეს ქვეყანა ვერ ამოისუნთქებს. ოღონდ მართლა გეუბნებით, ოცნების წევრებიც ვერ ამოისუნთქებენ, რატო? რადიკალური მოქმედებების მომხრე ხართ, რაც მიხეილ სააკაშვილის ყველა განცხადებაში იკითხება, მიწოლა, ბოლომდე წინააღმდეგობის გაძლიერება. საპროტესტო აქციები უნდა იყოს ინტენსიური და აქტიური. არავინ არ გულისხმობს აქ ძალადობას და ყველა მყარეთ რომ ძალადობას არ გულისხმობთ. 14 წელია ეს რაღაც ძალადობებზე ისმის ხოლმე საუბარი, აი რომელი ძალადობის ფაქტი ყოფილა, რომ როცა ადამიანებს აწამებდნენ და როცა ადამიანებს ასეულობით ადამიანებს აწამებდნენ, იმ მომენტში რომ აი ზოგი რო ვერ იკავებდა თავს და თავდაცვის მიზნით არ ვიცი რაც ხელში მოხდებოდა, შეიძლება ანუ უბრალოდ ადამიანებს აი რაღაც ერთი ელემენტარულ რაღაც ის აქვს, რომ რაღაც ნივთს იღებს ერთი ადამიანი და ისურის და იძახიან ჯერ ესეთი არ ვიცი იმ ნივთებს მე ასაღებენ მე მგონი ბომბებად, ხო საბოლოო ჯამში ისე გამოყავთ, თორე სხვა ტიპის ახლა ძალადობრივი არანაირი დაგეგმა ამ ოპოზიციას არასდროს არ ქონია და რატო ვიძახი რომ როცა რადიკალურზე საუბრობთ, ანუ ოცნება სურს რომ იყოს რომ ეს რადიკალური ასოცირდებოდეს და ესე გაყიდოს რომ რაღაცა ქვეყნის არევას აპირებენ, ქვეყანას იცით ვინ რევს. რუსული კანონის მიღება რა საჭირო იყო 2024 წელს? აი მითხარით რა საჭირო იყო ქვეყანაში, არ ვიცი, იყო წარმატება, ბედნიერება, მივედი და საერთოდ არ ყოფილა უბედური იმით და სხვათა შორის არც დამისტვენია საქართველოს ნაკრები რომ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე, რომ მივედი მეგობრებთან ერთად რომ გავიარე რუსთაველზე, იქვე ჩემი სახლიდან რომ გავედი ახლოს არის რუსთაველს, რომ გავედით და იქ რომ გამოვიდა ირაკლი ყოხის ახლა როგორ მიუღებელია ჩემს პოლიტიკურად გესმით, მაგრამ როცა ულოცავ და იმაზეც არ მქონია პრეტენზია. და ესეთი რაღაც წარმატებები არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რაც ხალხი ემზადებოდა და ამ დროს შემოიდა ეს რუსული კანონი. მე ხალხი ცემეს, დახვდნენ ყველა სახლებთან ერთი და იგივე დღეს ვითომ შემთხვევით, ხო? არ გამოიძიეს ეს საქმეები. მე არჩევნები გააყალბეს, მე ევროპული ინტეგრაცია და ვინ არის ამ ქვეყანაში არეულობით? ხო შეიძლება რომ დაუფიქრდეთ და მიხვდეთ. საკუთარ ხალხსაც იჭერენ, უკვე ისე უნდათ არეულობა ამ ქვეყანაში. არეულობა ისე უნდა ჩვენ კი არ დაგვერია, საკუთარ თავსაც დაერევნენ და უნდა გაჩერდეს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს გვინდა ნამდვილად სიმშვიდე და სტაბილურობა, ხო, რეალური სიმშვიდე. მადლობა, ირაკლი ფავლენიშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში.